ხო როგორც ხოლმე რა გამარჯობა გამარჯობა მე იოჰანი ვარ და მე 165 IQ მაქვს მოკლედ დავბრუნდი ისევ ჩავწერ ხოლმე რაღაც ვიდეოებს და დავდებ ხოლმე ანიმეებზე მაგრამ ანუ არაფერს არ ვაკეთებდი რეალურად წინა თვეები პერსონა 4-ს თამაშობდი მეტი არაფერი რაღაც мотивация დამეორ და ვიდეოები გამეკეთებინა და შემდეგ მეზარებოდა რომ ყველაფერი გამეკეთებინა საერთოდ ყველაფერი მეზარებოდა რომ გამეკეთებინა თორემ პერსონა 4 დამეხმარა რაღაცებში ხო ნუ მოკლედ უკან მწვანე ფონს რო ხედავთ წესით მაგას უნდა ვიყენებდე ხა ამ წუთას მაგრამ მიკროფონი არ წდება იქამდე და თან ამოდროულად ბონდე არ არის მწვანე ფონი ასე რომ უბრალოდ ფონად დარჩება მწვანე ფონი წესით რაც ფეხზე უნდა ვიდგე და ეგრე უნდა ვლაპარაკობდე და რაც მთლიანად უნდა ვჩავდე მაგრამ ფეხზე რო ვდგები ხა კამერას ვერ ვაყენებ ნორმალურად ეს ნახევარს ახ ჩანს ნუ მოკლედ ეგეთი ამბები ისევ დავდებ ხოლმე ვიდეოებს ყოველ შემთხვევაში კვირაში ერთხელ მაინც და რავი იმედია ძველი მაყურებლების მოვლენ რავი არ მგონია საერთოდ ვინოს ვახსოვდე მაგრამ მაინც ალბათ იქნება ვინოს ვახსოვები და ნახოს ახალ ვიდეოსაც ხო მოკლედ დღევანდელი ცოტა ფორმატით ჩავცვალე რა მირჩევნია ოსა პირდაპირ ვლაპარაკო ვიდრე რაღაც დავწერო ტექსტი და მე მაგის მიხედვით ავაწყო რაღაცები ბევრად მეზარება მაგიტო მეზარება და რეალურად ვიდეოებს გაკეთება რომ მაგას მივხვდი ხო მოკლედ დღეს მთავარი თემა არის ტაკობის პირველ ქმნილი ცოდვა ტაკობი original scene ხო ამის შემდეგ სავარაუდოდ opening-ი იქნება თუ არ დამზარა გაკეთება არ ვიცი ხო მოკლედ რა შემიძლია ვთქვა ამ მომენტისთვის ტაკობის 3 ეპიზოდი არის მარტო გამოსული 12 ივლისია დღეს და ხო იქნება გამოდერა ძალიან მომეწონა თვითონ ანიმე შეიძლება რაღაც საუკეთესო ანიმე არ არის მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან მომეწონა ანიმე მაგთან გამოდერა გადავწყვიტე რომ მანგაც წამეკითხავ ნუ ყოველ შემთხვევაში ხა ამ წუთას არანაირ სპოილერს არ ვამბობ თავიდან არ ვიტყვი სპოილერებს და რაღაცებს ზოგადად წარმოდგენა შეიქმნით რეალურად ანიმე რაც არის იმათვის ვისაც ჯერ ნახე არ აქვს და მე ველაპარაკებ თვითონ დეტალურად არა მაგრამ მაინც დეტალურად კონკრეტულ ანიმეს ხო მოკლედ ტაკობის original scenes სულ რაღაც 6 ეპიზოდი ექნება და ონა არის ან ტელევიზიით არ გადის ინტერნეტში იდება ეპიზოდები და შესაბამისად ბევრად მეტი საშუალება ჰქონდათ რომ ბრუტალური სცენები ჩაესვათ ან ისეთ რაღაცები რასაც ზოგადად ტელევიზიით არ აჩვენებენ ხოლმე და ზოგადად ყველა ეპიზოდს წინ უძღვის გაფრთხილება იმის შესახებ რომ საკმაოდ ძიმე მენტალურ პრობლემებს ეხება ანიმე და ასევე მოქმედებებსაც მაგალითად suicides და სავარაუდოდ ხა ამაზე რომ ვაპარაკობ YouTube-ი ამ ვიდეოს ჩამარხავს მიუხედავად იმისა რომ ისაც ბევრი არ იქნება მაყურებელი ხო მოკლედ მანგაც საკმაოდ პატარა არის ან 16 ჩაპტერი აქვს შესაბამისად ეს 6 ეპიზოდი საკმარისი იქნება იმისთვის რომ სრული ადაპტაცია კონდეს მანგას სხვა შორის ანიმე ძალიან ზუსტად მიყვება ანუ არაფერი არის გამოტოვებული მანგიდან რაღაც მცირე დიალოგები არის მაგრამ დიდად მნიშვნელოვანი არ არის მთლიანი ისტორიასთან მიმართებაში და არც პერსონაჟებთან მიმართებაში რაღაც პატარა დიალოგები შეიძლება სახალისო დიალოგები იყოს გამოტოვებული ან რაღაც მსგავსი დიდად არაფერი ბომბე ადაპტაციას უკეთებს თან მithumetes პირველი ეპიზოდი 37 წუთიანია და ისაც სტანდარტებში არ ჯდება რაღაც 26 წუთიანია და 27 წუთიანი რაღაც ეპიზოდები კიდე ასე რომ სრულ ადაპტაციას უკეთებს მანგას ანიმე ხო რაც შეეხება თვითონ ამბავი მიყვება ან თავი პერსონაჟი ვინც ყვება ამბავს არის უცხო პლანეტიდან და გავს 8 ფეხას მაგის გამო ქვია რეალურად ტაკობი იაპონურად ტაკო არის 8 ფეხა და ნუ ის იძახის ყველაფრის ბოლოში აბსოლუტურად ამბობს და შესაბამისად შიზუკამ თავმა მოქმედმა პერსონაჟმა ასე ვთქვათ ვისაც მიყვება ზოგადად ამბავი მაგან დაარქვა ტაკობი და მაგით ქვია ტაკობი
ხო, ეხლა რაც შეხება თვითონ ამბავს. ეს ტაკოპი არის უცხო პლანეტიდან, ჰეპიდან, რაც ჰეპია, ბედნიერების პლანეტიდან არის და ჩამოსული არის დედამიწაზე და მიზანი არის ის, რომ ხალხი გააბედნიეროს რაღაც. ვისაც შეხვდება, იმიტომ რომ თავის პლანეტაზე ყველა ბედნიერი არის და რაღაც ჭუბი არ არსებობს, რაღაც. ძალიან ბავშვური შეხედულება აქვს, ესე რომ ვთქვათ, მთლიან სამყაროსზე და არ იცის რა პრობლემებს შეიძლება მენტალური პრობლემები რო არსებობს და რაღაც ანუ ყველა არსება რო კეთილი არ არის და ანუ ბოროტებისკენ იხრება ადამიანი ზოგადად და რაღაც მსგავსი რამ მის გონებაში არ არსებობს. შესაბამისად ძალიან არასერიოზულად უყურებს, უпростоრად შესაბამისად ძალიან სერიოზულად უყურებს ყველაფერს, რასაც ნახულობს ამ სამყაროში ამ პლანეტაზე, დედამიწაზე ამ შემთხვევაში. შიზუკას რაც შეეხება, პერსონაჟი რომელსაც შეხვდება, ესე ვთქვათ, სკოლაში აბრუნებენ ერთ-ერთი მთავარი ბულერი, ვინც არის, მთავარი ჩაგვრელი, ვინც არის მარინა ქვია, ეგეც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი არის. გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, რომელიც მშობლებთან კავშირდება, მაგის გამო ჩაგრავს მარინა შიზუკას. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მშობლებიდან გამომდინარე ყველა პერსონაჟს, ყველა ბავშვები არიან 9 წლის ბავშვები არიან რეალურად, ყველას მენტალური პრობლემები აქვს და რაღაც სხვა ადამიანებისთვის რაღაცის დაშავებისკენ უბიძგებთ ეგ პრობლემები და ნუ ზოგადად ცევდიანი პერსონაჟები არიან. მithumetes ბავშვები არიან და ბავშვების გარშემო ხდება ყველაფერი, რაც ანუ მშობლების საკითხები რაც არის, საკმაოდ მძიმე თემები არის და ბევრი ადამიანისთვის, არ მარტო ბავშვებისთვის, ზრდასრულებისთვისაც ფსიქოლოგიურად რთული არის მსგავს პრობლემებთან გამკლავება. და შესაბამისად ამ ბავშვებსაც უწევთ, რომ ინფორმაციებით და ნუ მაგ გარემოებაში გაიზარდონ და მაგ გარემოების მიხედვით იქცევიან ესენიც. ნუ შიზუკა მარტოსული ბავშვი არის, არავინ მეგობარი არ ყავს რეალურად და ერთ-ერთი ვინც ყავს არის თავის ძაღლი ჩაპი ქვია მეგონი თუ სწორად მახსოვს. ხო, მოკლედ ტაკოპის როცა შეხვდება შიზუკა პურს აჭმევს და ამის გამო გადაწყვეტს, რომ შიზუკა არის ძალიან კარგი ადამიანი და უნდა დაეხმაროს. შიზუკას აუცილებლად ტაკოპი იქნა გამომდინარე, რომ ხედავს, რომ ბედნიერი არ არის შიზუკა. არ იღიმის და რაც ყოველთვის რაც ნაცემი მოდის, რაც ტალახები უსვიაზე და ნაფეხურები ეტყობა და ამავდროულად რასაც ვერ ხვდება რეალურად. ტაკოპის კუთხიდან იმიტომ არის მოყოლილი ეს ყველაფერი, რომ რაც ვიფიქრე, სავარაუდოდ მაგის გამო არის, რომ რეალურად მშობლებიც წაიკითხავდნენ, ან ზრდასრულებიც წაიკითხავდნენ, როგორ აღიქვამენ ბავშვები იქამდე, სანამ გაანალიზებენ როგორ აღიქვამენ სამყაროს და რა ხდება ზოგადად, მაგ ყველაფერს ბავშვები იქამდე სანამ რაც თინეიჯერულ ასაკში შევლენ და გაანალიზებენ ფაქტობრივად რა ხდება, რეალურად რა ხდება. და რა ხელა პრობლემები არიან ტაკოპის მხრიდან ეგრე ჩანს ან ბავშვი როგორც აიქვამს და ნელა აანალიზებს რაღაცებს, ხვდება რაღაცებს. ხო, კიდევ ერთხელ გავხსენებთ, რომ საკმაოდ მძიმე თემებს ეხება ანიმე და ბევრისთვის შეიძლება რთული საყურებელი იყოს. ერთ-ერთი რაც ვერ გავიგე რატომღაც ჟანრის დემოგრაფია აქვს მონიშნული როგორც შონენი. რაც თინეიჯერ ბიჭებზე გათვლილ მანგად ითვლება, ხო? ანუ თინეიჯერ ბიჭებზე არის გათვლილი რაღაც 12 წლიდან ბიჭებზე. და სავარაუდოდ იმის გამო რომ შონენ ჯამპ პლასში გამოდის, მაგრამ არ ვთვლი რომ შონენის ჟანრი, შონენი არის ეს ანიმე, იმიტომ რომ იმდენად იმდენად საშინელი რაღაცები ხდება და იმდენად რთული ახსაქმელი არის ემოციურად რაც ხდება, რომ შეიძლება ბავშვმა და შეიძლება ზრდასრულმაც ანუ ამ ანიმესგან ტრავმაც კი აიყიდოს რა. მე ეგრე ვუყურებ მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ მახსოვს ჩემ ბავშვობაში მაგალითად, არც ახლა არ ვარ დიდი, მაგრამ მახსოვს ჩემ ბავშვობაში რაღაცები, რაც ნანახი მაქვს და არ უნდა მენახა ბავშვობაში. რაღაც ბერსერკი მაქვს მაგალითად ბავშვობაში ნანახი და არ უნდა მენახა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა ბოლო ეპიზოდებმა, ანუ მარტო ბოლო ეპიზოდებმა არა, მაგრამ ანუ ბოლო ეპიზოდმა განსაკუთრებით, ხო? ხო, მაგნა გამომდინარე ავთვლი, რომ ბავშვებმა უნდა უყურონ.
ასაკის შეზღუდვის საკითხი, რაც 17+ უწარიათ და ვერ ხვდები, ანუ შონი რაღაცნაირად არის, მაგრამ ანუ ყოველ შემთხვევაში არც 17 წლის ბავშვი არ არის ჩემი აზრით იმ ასაკში, რომ მსგავს რაღაც უყუროს. იმიტომ რომ რეალურად დასრულებაც რო უყურონ, შეიძლება ძალიან ცუდი გავლენა მოახდინოს მარტივად ვთქვათ. ძალიან ცუდი გავლენა მოახდინოს იმ შემთხვევაში თან განსაკუთრებით თუ ვიღაცა დეპრესიისკენ არის ვინმე დეპრესიისკენ იხრება ან რაღაც შფოთვები აქვს ან რაღაც მსგავსი არ შეიძლება არ თვლი რომ მსგავსმა ადამიანმა უნდა უყუროს მსგავს ამბავს. გინდათ წაიკითხოს და გინდათ უყუროს, ანუ არ უნდა გააკეთოს ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაც არც ცდილობს, ანიმე არც ცდილობს, რომ მოაგვაროს პრობლემები, უბრალოდ პრობლემებს გაჩვენებს, რაც ხდება და ყოველთვის უფრო მეტი ემატება. პირველ ეპიზოდში რაღაც იმედი შეიძლება გაგიჩნდეს, რომ რაღაც გააკეთებს ტაკოპი, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ მეორე ეპიზოდიდან უკვე მიხვდებით, რომ არანაირი გამოსავალი მაგ სიტუაციაში არ არსებობს, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა მოხდეს. რაღაც თად ეგრე არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც გამოსავალი არ არსებობს, ანუ მაინც აქვთ ეს პრობლემები და მაინც ყოველთვის იქნება ეს პრობლემები, მარტივად ვთქვათ. და როგორ ვითარდება ეს პრობლემები და როგორ შეიძლება მაგ ყველაფერთან გამოსვლა, შეიძლება მაგაზე არის, მაგას მიყვება, მაგრამ ცოტა არარეალისტურ გამოსავლებს პოვობს მაგ ყველაფერში. რაც რეალობაში შეუძლებელია, რაც ფენტეზის გამოსავლებს პოვობს. რაც ძალიან მცირედი არის იმათ რომ ვთქვა, იმიტომ რომ ძალიან რეალისტურად არის ყველაფერი გადმოცემა. ხო, რაც შეეხება ზოგადად რაც ვნახე ხოლმე მაშინ რა ქვია ონლაინში, ძალიან ბევრი ამბობს რომ ძალიან გავს პუმპუმს. მაგრამ რეალურად ეგრე არ არის. ასე რომ ინოს დეს შეიძლება გავდეს რაღაც რომ, იმიტომ რომ მანდაც slice of life-ი არის, რაღაც ჩვეულებრივ ცხოვრებას მიყვებიან ბავშვები. და პარალელურად ხდება რაღაც აშინელება და მაგასთან რაღაც coping mechanism-ები როგორ აქვს და როგორ ცდილობენ თავიდან აირიდონ თანამედროვედ ყველაფერი და რაღაც მენტალურ პრობლემებამდე არ დავიდეს ეს ყველაფერი მაგაზე არის. აი მაგას თუ მიმსგავსებთ უფრო მეტად ვიდრე პუმპუმს. პუმპუმის საყვარელი ამბავი არ არის. ანუ ტაკოპის შემთხვევაში ტაკოპისტელი არის, ვისაც გაქვთ ნანახი მაგალითად მადოკა მაჯიკა მან არის ზუსტად ის მომენტი, რომ რაღაც საყვარლები არიან ეს პერსონაჟები და საყვარელი რაღაცებს აკეთებენ და ამოდროვოდ ამოდროვოდ რაღაც ფსიქოლოგიურ პრობლემებს ეხება და ძალიან მძიმე თემებს ეხება. სტილით მაგას თუ შევადარებ. პუმპუმის შემთხვევაში ერთ-ერთი რაც თან პუმპუმისგან განსხვავებით ეს არის რომ ახმის მომენტი, ანუ პუმპუმში ავტორი საკმაოდ რეალისტურად აიქონს რეალურად რაც ხდება. ანუ ავტორი ვინც არის, ამ შემთხვევაში ხო ავტორი ტაკოპი არის და ტაკოპი ყვება ამბავს და პუმპუმის შემთხვევაში ავტორია თვითონ ავტორი. ანუ რა ღმერთიც შეიძლება ითქვას, მაგრამ პუმპუმის შემთხვევაში ყველაფერს რეალურად აიქონს და გაჩვენებს რომ პუმპუმი როგორც აიქონს, მაგრამ ყველაფერს არასწორი არის ეგ. და დასცინის ესე რომ ვთქვათ. ტაკოპის შემთხვევაში ტაკოპი ძალიან ბავშვად აიქონს და პირიქით თითქოს რაღაც გამოსავლები არსებობს და ან მაგას ანადგურებს საბოლოო ჯამში რაღაც ეგრე არის. ხო, ერთ-ერთი მსგავსება რაც არის, ეგ ეპიზოდები ან მანგაში რაც იყო ეგ ეპიზოდები არ გამოსულა, რაღაც კაგოში მაშინ რომ მიდიან პუმპუმი და აიკო რაც მაგასთან არის მსგავსება, მაგრამ თვალ ეგეც არ არის. ხო, ზოგადად ძალიან პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში მსგავსი სტილის ამბები, რაც მანგებში განსაკუთრებით. ეხლა ნენო უკვე ანიმეებში ჩემოდის, მაგრამ ანიმეებში slice of life-ი რო საინტერესო გახადონ ხოლმე, რომელიც რაღაც დეპრესიას და მენტალურ პრობლემებს ეხება ზოგადად, ცოტა რთული არის რაღაც საინტერესოდ გადმოცემული ანიმე მაგ კუთხე რაღაც ექშენი უფრო მეტად მოქმედებს ჩვენზე, ვიდრე რაღაც ძალიან გლუმი სცენები და რაღაც მსგავს რაღაცები. შავ-თეთრი რო გადმოდის და რაღაც მსგავს რაღაცები ბენაკლებად მოქმედებს ჩვენზე. შესაბამისად ცოტა რთული არის, მაგიტომ რაღაც ზებუნებრივი სჭირდება ხოლმე, რაღაც ექშენი სჭირდება ხოლმე, რომ რაღაცა ხდება, უცბად და ყოველ წამს რაღაცა რო ხდება. და ეგ ცოტა რთული არის. მსგავს მანგებს აქვს საშუალება რაღაცა ერთი თავი რაღაც 20 გვერდი რო არის და ამ შემდეგ
რთული არის იქიდან გამომდინარე, რომ ანიმაციის გაკეთება არის იმ ხრივ რთული, რომ საინტერესო გახადონ. ხა მანგას როცა აკეთებენ რაღაცა ერთი კადრი შეიძლება ბევრად ლამაზი იყოს და ანუ ამის გამო მარტო რაღაც ემოციის გადმოსაცემად იყენებდნენ. მანგაკები რა მაგალითად პუნპუნის შემთხვევაში რაღაც იმაში რა ქვია პუნპუნი რომ დედამიწის გარეთ არის და ისე რომ მაშინ რა ქვია ჰაერში დაფრინავს და შემდეგ და რაღაც ფორმებს რო იცვლის და შემდეგ ანუ მაგებს ეგ უფრო საინტერესოს ხდის ზოგადად მანგას და engage უფრო ერთობი კითხვის დროს ყურადღებას იქცევს მარტივად რო ვთქვა და მაგის გაკეთება ანიმაციაში ბიუჯეტთან არის დაკავშირებული და ანუ თუ ამბავი ზედმეტ ნელი არის და რაღაც ისაც ამბავი ეხება რაღაც ნელა რაღაც საუბრებში გამოიხატება რეალურად ეგ საუბრები მაგ საუბრებს მიყავს საბოლოო ჯამში რაღაც პიკამდე არავე არ ვიცი რა ვთქვით მაგისტრის ანიმაციის გაკეთება რო საინტერესო გახდეს ამავდროულად რაღაც ყურადღება არ გაგეფანტოს საკმაოდ რთულია და დიდი ბიუჯეტიც დაშინება მაგ ყველაფერს შესაბამისად თავიდან მივიდებენ ხოლმე ესე ვთქვათ რა რომ სუფთად slice of life-ის ადაპტაცია გააკეთონ ხოლმე რომელიც ან coming of age არის slice of life-ი რომანტიკაც არის მაგ კუთხით ხო, ну, მოკლედ აკოპის რაც შეეხება კიდევ ანიმაციის კუთხით, მით უმეტეს ძალიან ლამაზია და ძალიან უხდება რა სტილიც აქვს. ანუ ამბავსაც რა სტილიც აქვს, ზუსტად გადმოსცემს მაგას ანიმაცია რაც ვიზუალურად. თან დიდად არ გადაუკეთებიათ არაფერი, უფრო მეტად მე ვთვლი რომ ეხლა მანგას მაგალითად ანიმე ჯობია ანიმაციის კუთხით, რაც ნახატების კუთხით, ბევრი ჯობია და ისაც თვითონ ეგ ნახატები ჯობია და ამავდროულად ანიმაცია რომ ემატება, ანიმაციებიც ძალიან ლამაზი არის. აშკარად ბიუჯეტი ქონდათ. ან ნუ რავი, შეიძლება ბიუჯეტიც არ ქონდათ, უბრალოდ 6 ეპიზოდი არის ამ სუნთრიანობაში გასაკეთებელი და მაგთან გამომდინარე ალბათ ეყოთ მარტივად ვთქვათ. არ ვიცი ბიუჯეტი რამდენი ქონდათ. არც მინახავს. მსგავსი რაღაცები არ მინახავს. ერთადერთი რაც შემომჩნიე და მე შემომოწმე არის ის, რომ ოპენინგის მომღერალი არის ანუ და ანუ რა ვინც იცით გეცოდინებათ რომ ძალიან რელევანტური არის მსგავს საკითხებთან ესე ვთქვათ. აი აიდოლებს ვინც უსმენთ ანუ რომ მსგავს რაღაცებთან რელევანტური არის თქვენს ცნობილი იქნება. ნუ დეშიც ოპენინგი და ენდინგი ნუ ერთ-ერთი გოგო ეგ არის ვინც ვღარის და ამავდროულად გამხმოვანებელიც ეგ არის ონტანის. და საკმაოდ ჯდება მუსიკაც ძალიან კარგი არის თვითონ ანოც ჯდება მაგ სტილში და საკმაოდ კარგი არჩევანი იყო მარტივად რო ვთქვათ რომ ანუ დაიქირავეს როგორც ოპენინგის მომღერალი. ხო, ენდინგი დიდი არ არის, სავარაუდოდ იქიდან გამომდინარე რომ ინტერნეტში ჯდება კონტექსტში, მაგრამ დიდად არაფერი არ არის რა, ცალკეც ვერ მოусმე რაღაც ეგეთ მუსიკა არის, მაგრამ ჯდება კონტექსტში და საკმაოდ ნორმალური არის რა. ცოტა კრიტიკულად რო შევხედო ახლა ყველაფერს აბსოლუტურად, ანუ ცოტა ვერ ხვდები 9-10 წლის ბავშვები მაკდონალდზე როგორ არიან და როგორ აზროვნებენ მაკდონალდზე ცოტა რეალურია ყველაფერი, მაგრამ ისაც ანიმე არის. მაგთან გამომდინარე ეპატიებად ყველაფერი. ნუ ქცევები ძირითადად თინეიჯერებისას გავს ვიდრე რაღაც მაგას დაბალი ასაკისას. ხო, რაც შეეხება პერსონაჟების განვითარებას, ნუ განვითარება ნაკლებად არის, იმიტომ რომ სუნთრიანობაში ძალიან პატარა ამბავი არის. მაგრამ პერსონაჟებს თავიდანვე უგდევთ პიროვნებაში ის რაც არიან და ნუ რაღაც ჰინტები არის ესე რომ ვთქვათ რა, რომ ეს პერსონაჟი ესეთია. და რაღაც შეიძლება ძალიან ცირეთი ჩანს ყველაფერი დასაწყისში, მაგრამ საბოლოო ჯამში მე გაიგოვა რომ ხო მართლა ეგეთია. ანუ არ მოგეჩვენა ეგ ყველაფერი. ვიღაცამ შეიძლება ვერ დაიჭირონ, მაგრამ ვიღაცებს უყვართ მსგავს რაღაცებს დაჭერა, მაგიტომ ვიძახი ამას. ხო, ну, რაღაც რო ერთ გაფრთხილებას მოგცემთ, რომ მაინც და მაინც იმ მაგას მე ვიცი ვაპარაკებ სპოილერებს ცოტა რო გადავალ. მაინც და მაინც ისე ნუ შეხედავთ ყველაფერს, რომ რაღაც ერთი პერსონაჟი არის ბოროტი, ვიღაცა საშუალო და ვიღაცა კეთილი რაღაც. ანუ მსგავსი რაღაც არ არსებობს, ყველა შავ-თეთრი არის აბსოლუტურად რაღაც.
არც კარგები არ არიან და არც ცუდები არ არიან. ან შეიძლება ყველა ცუდი არის რაღაც. მაგრამ ბავშვები არიან საბოლოო ჯამში და მაგით გამომდინარე ეგრე პირდაპირ თქმა, რომ ბოროტები არიან და ცუდები არიან და რაღაც ვისაც ადამიანზე მაგის თქმა ცოტა უცნაური რაღაცა არის, მაგრამ პერსონაჟებზე შეიძლება მაგის თქმა, მაგრამ ისინი მაინც ბავშვები არიან და თანამედროვე თავიანთი ბრალიც არ არის რეალურად რა სიტუაციაშიც არიან. მშობლების ბრალი არის ძირითად შემთხვევაში. ძირითად შემთხვევაში რა მაგათი ბრალი არის, რაც ხდება ზოგადად. მშობლებს შეგვიძლია რომ დავაბრალოთ მაგ სიტუაციაში, მაგრამ არც მშობლები არ არიან, მაინც ან ის მომენტიც არ არის, რა თქმა უნდა, გამართლებული არ არის ყველაფერი. მსგავს ადამიანს ჯერჯერობით შვილები არ უნდა ყავდეთ, რომლებიც ეგრე მენტალურად მზად არ არიან, მაგ ყველაფერს რაღაც ბავშვებზე გადააქვთ ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყვნენ ეგენი მშობლები, მაგრამ ნუ ეგ მაგას წესად ვერ დანერგავ მსგავს ადამიანებსაც შვილების ყოლის უფლება არ უნდა ქონდეთ, იმიტომ რომ ხო თვითონაც ჩამოუყალიბებლები არიან ეს მშობლები, განუვითარებლები არიან, რაღაც მენტალურად მზად არ იყვნენ ყველაფრისთვის, რაღაცები რაც შეიძლება რომ მომხდარიყო და მაგითაც გამომდინარე ბავშვებზე ტყდება საბოლოო ჯამში საკითხები. და ბავშვები ზიანდებიან ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, თვითონაც ზიანდებიან, იმიტომ რომ თვითონაც არ არიან მაინც და მაინც ჩამოყალიბებულები და მენტალურად გაწონასწორებულები, მაგრამ ნუ ყველაზე მეტად რა თქმა უნდა ბავშვები იღებენ მაგ გავლენას. ხო. და აქედან გამომდინარე მაინც და მაინც ისე ნუ შეხედავთ რომ ერთი პერსონაჟი, ნუ აი ყველაზე ხშირადაც ხდება ხოლმე, ხა ეგ ძალიან პრობლემა ამბავი სპოილერიც არის, ან მარინა რაღაც ძალიან ცუდი პერსონაჟი, ვინც ჩაგრავს შიზუკას. საშინელი პერსონაჟია და რაღაც ყველაფერს იმსახურებს ან ცოტა ისე შეხედავთ რომ ბავშვი არის. ბავშვია და ანუ როგორც ხედავს მაგ ყველაფერს და როგორც ხედავს მაგ ყველაფერს იმის მიხედვით ცდილობს რომ მოიქცეს, რაღაც სწორად მოიქცეს. რა თქმა უნდა არასწორი არის რასაც აკეთებს, მაგრამ ნუ ბავშვი არის და ესე დაინახა ეგ ყველაფერი და მაგით იქცევა ეგრე. ბავშვების განსჯისგან თავი რო შეიკავოთ, კარგი იქნება, მაგრამ ნუ ანიმე ფანებისგან ცოტა მაგის მოთხოვნა. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ახლა იმაზე არ უფლება არ გაქვს და რაღაც მაგაზე არ მაქვს რა თქმა უნდა საუბარი, მაგრამ უბრალოდ ცოტა რეალისტურად რო შევხედოთ მაგ ყველაფერს და რაციონალურად რო შევხედოთ, ბევრად ჯობს რომ აღვიქვათ რეალურად რაზეც არის ამბავი. აი, მოკლედ რო თქვა, საკმაოდ კარგი ანიმეა. ყველას ვერ გავუწევ მას რა ქვია რეკომენდაციას რომ ყველა მონა უყუროს. ვისაც slice of life უყვარს და მენტალურ პრობლემებზე უყვარს რაღაცების ყურება და უყვარს ცოტა რეალისტური პერსონაჟები მიხვედი ასაგისა. მაგათმა უნდა უყურო, ჩემი აზრით. 10-დან 10 ნამდვილად არის 7-8 ფარგლებში არის ალბათ მთლიანობაში, მაგრამ რაც უნდა იყოს ის არის და არც ცდილობს რომ ზედმეტი იყოს და არც ნაკლები არ არის. ზუსტად ის არის რაც უნდა იყოს და მოკლედ ღირს რა ყურება. ეგრე ვთვლი რომ ღირს ყურება. ეხლა თვითონ ბევრს არ ვილაპარაკებ ამასთან დაკავშირებით, რა ქვია სპოილერებთან დაკავშირებით, მაგრამ ამის მერე ცოტა სპოილერები იქნება და ცოტა სპოილერები იქნება და რავი, ვისაც არ გინდათ რომ რამე აიგოთ, ჯობია რომ ან გადაახვიოთ, რავი, დავწერამდე რომ მოწუწეთ მომთავრებ ყველაფერს, მაგრამ სავარაუდოდ მაგითი ვიდეოს დავამთავრებ. და შეგიძლიათ რომ გადაახვიოთ. მაგრამ შეიძლება დავამთავრო ვიდეო არც. რაც შეეხება უკვე თვითონ ამბავს და რაც ისევ იმაზე მინდა ვილაპარაკო, რაც მარინაზე ვილაპარაკე, წერა. ძალიან ბევრი განხილვა შემხვდა მაგასთან დაკავშირებით და კომენტარები შემხვდა, რომ მარინა იმსახურებდა რაღაც ყველაფერს აბსოლუტურად და ნუ ის რა ქვია დაკოპი რაღაც დაკოპი რომ თავი გაუჩეჩქვა მაგ სიტუაციაში, რაღაც გამართლებული არის ყველაფერი. არ არის ეგრე. მარინაც ჩაოლებრივ მსხვერპლი არის მაგ სიტუაციაში, არის ბავშვი და თუ შიზუკას ვიღებთ როგორც არის ისეც, მაშინ მარინაც უნდა მივიღოთ რაღაც ხოლმე. მაშინ არც ერთი არ უნდა მივიღოთ. შიზუკასაც ეტყობა რეალურად, რომ თავიდანვე ეტყობა, ეხლა ეს ანიმე უნიები ვინც ხართ, ან რაღაც დიდი სპოილერი არ არის, რეალურად ჰინტები ძალიან ბევრი არის მაგასთან დაკავშირებით რა, რომ შიზუკაც გაუწონასწორებელია და ბევრად მეტი რაღაცის გაკეთება უნდა და ბევრად საშინელი რაღაცების გაკეთება უნდა. უბრალოდ თავს ვერ აბავს მაგ ყველაფერს.
და მაქედან გამომდინარე პირველ ეპიზოდში ასრულებს საკუთარ სიცოცხლეს, ხო? ანუ მაგის გამო სუიციდამდე მიდის საბოლოო ჯამში. რა თქმა უნდა, მე ბრუნდება ისევ, მაგრამ საბოლოოდ რო თქვათ, რო არ შეეძლო რომ რაღაც წინააღმდეგობა გაეწია და ცუდი რაღაცეები გაეკეთებინა, ეს ცუდი რაღაცეების გაკეთება რეალურად არის იმის გამო არ შეეძლო, რომ მორალურად უყურებდა მაგ ყველაფერს და მორალურად რომ არასწორი არის. არა, ფიზიკურად თვლიდა რომ არ შეეძლო მაგ ყველაფერს გაკეთება და იცოდა რომ დაიშჩებოდა და აქედან გამომდინარე ჰქონდა შიში. ამასზე ძალიან ბევრი რაღაც დეტალი არის, ეხლა რავი რაღაც უფრო მეზარება ყველაფერს ისე რა ქვია წერტილებს აღება და ჩვენება, მაგრამ თუ არ დამეზარო ვიდეოში გაჩვენებთ რაღაც მომენტებს გამოჩნდება. მაგრამ ამოდროულად ანუ ისეც რომ ყველანაირი ჰინტებიდან გამოვიდეთ რაღაც მხრივ არის ბავშვი, რომელსაც არ გააჩნია მორალური ან მორალი არ გააჩნია მარტივად რომ თქვა ჯერ კიდევ ბავშვი არის, ჩამოუყალიბებელია და არ იცის რა არის სწორი და რა არის არასწორი. ერთადერთი ამ შემთხვევაში რაც იცის არის ის რომ მარინა ჩაგრავს და მარინა ცუდია ამისთვის. რაღაც ყველაზე დიდი დაბრკოლება არის ამ სიტუაციაში. და მაქედან გამომდინარე მაგის მოშორება უნდა. მაგრამ ვერ იშორებს, იმიტომ რომ იცის რომ რაღაცა რო გააკეთოს, აქ შემთხვევაში რაღაცები მოითხოვება, ან რაღაც შეიძლება მარინა მოერიოს ფიზიკურად, რაც ლოგიკური არის, იქიდან გამომდინარე რომ ბევრ სცენას ვნახავთ მაგუთხით. მოკლედ შიში აქვს, შიში ახანა აქვს, მაქედან გამომდინარე არ აკეთებს რაღაცებს და არა იმის გამო რომ არ უნდა მაგ ყველაფერს გაკეთება. რეალურად მეორე სერიაში ჩანს უკვე და მესამე სერიაშიც უკვე ჩანს ეს ყველაფერი რეალურად ეხლა გავეხსენე ჩანს მეორე სერიაში და მესამე სერიაში თუ საკმარისი არის ყველა რაღაც სცენა არ ვიცი რა ბოლოს კი ნახავთ ყველაფერს აბსოლუტურად რასაც გააკეთებს და როგორც იქცევა ზოგადად მაგრამ ნუ ეგ ძალიან დიდი ჰინტი არის რომ შიზუკაც არ არის ნორმალური მაკუთხით არც მარინაზე ნაკლებია და არც მეტი არის იგივენაირი ტიპი არის იგივენაირად პრობლემები აქვს იგივე გავლენის ქვეშ არის და იგივენაირად უნდა რომ რაღაცები გააკეთოს უბრალოდ მარინა ამ შემთხვევაში უფრო მეტად ძლიერი პიროვნება არის რაღაც ძლიერი არ ქვია მაგას შეიძლება პირიქით ეგ უფრო სიძლიერე არის შიზუკასგან რომ თავს იკავებს არ ვიცი რაღაც იმის გამო არიკავ მორალური დილემების გამო არიკავებს თავს უბრალოდ არ პიროვნულად არ შეუძლია სუსტი არის და მაგიტო არ აკეთებს მაგ ყველაფერს და მარინა აკეთებს მაგას და რაღაც ფიზიკურადაც ძალადობს და ყველაფერს აკეთებს და შიზუკასაც იგივე რაღაცის გაკეთება უნდა მარტივად რო ვთქვა ხო შესაბამისად ანუ რაღაც მარინას განსჯა მაგ სიტუაციაში და შიზუკას გამერთება არასწორი არის ერთ-ერთი სახელი და მოვიწყდა ბიჭის სათვალებიანი ბიჭი რო არის ერთ-ერთი ეგ ბიჭი შეიძლება ვთქვათ რომ რაღაც კეთილი ადამიანია რაღაც ცდილობს ყველაფერს და მორალი გააჩნია მარტივად რო ვთქვათ ნუ ეგეც რა თქმა უნდა რაღაც მშობლების ხვეპლი არის რაღაც და ცოტა არასწორი ამორალური იყო ის მომენტი როცა შიზუკას ეხმარებოდა მაგრამ მაინც ბავშვი არის და მაინც ცდილობს რომ რაღაც ადამიანს დაეხმაროს იმიტომ რომ ეგ არის მისი მიზანი რაღაც ეგ უნდა რომ გააკეთოს ნუ ადამიანებს დაეხმაროს ხო და მით უმეტეს შიზუკას რომელიც უყვარს რაღაც ბავშვობიდან უყვარს და შემდეგ ხო მაქედან გამომდინარე ერთ-ერთი ვისი განსჯაც მაგ კუთხით შეგვიძლია არიან მშობლები რომლებიც რაც ბავშვებს ეტეხავენ აბსოლუტურად ყველაფერს მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ზოგი ვერც აანალიზებს შიზუკას დედა მაგალითად ვერ აანალიზებს რა მხოლოდ პრობლემა არის მისი შვილისთვის რომ თვითონ მეძავი არის ხო რა ვინმესთვის თუ გავდებარი იყო მომენტი დედამისი მეძავი არის განა მარტო იმის გამო რომ მარინას მამა მაგასთან დადის ზოგადად ყველა მიცის აბსოლუტურად რა სკოლაში ყველა მიცის რომ დედამისი არის მეძავი ну შეიძლება მარინას გამოიციან ყველაფერი, მაგრამ ну ყოველ შემთხვევაში იციან და ეგ ძალიან დიდი პრობლემა არის, მაგიტო არ ყავს მეგობრები, მაგიტო არ შეუძლია ნორმალური კომუნიკაცია და მაგიტო ჩაგრავს ყველა აბსოლუტურად და არავინ ხელს არ უწვდის. და სავარაუდოდ ეგ არ ვიცი ის ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ალბათ მასწავლებლების ესეც რა ქვია, გვერდზე გაწევაც რაღაც ხრივ მაგის ბრალიც არის. არ ვიცი ზუსტად. მაგრამ ნუ რახან იაპონური ანიმე არის მაგთან გამომდინარე ვფიქრობ რომ შეიძლება ეგ ყველაფერი ეგრე იყოს, მაგრამ მაგის დასტური არ გვაქვს. კიდევ ვინც შეიძლება რომ რაღაცებში დავადანაშაულოთ ამოდროულად არის სტაკოპი.
ანიმეს სახელიც ეგ არის თუ ვინმე ვერ შეამჩნია ტაკოპის პირველ ქმნილი ცოდვა არის ანუ რაღაც დააშავა მარტივად ვთქვათ ვინც თვლით რომ რაღაც მარტო მეორე სერია არის მაგის დანაშაული არა არ არის ეგრე პირველ სერიაშიც რასაც აკეთებდა და რაც ცდილობდა რომ შიზუკასთან გაეკეთებინა ეგეც ჩარევა იყო ესე რომ ვთქვათ და არასწორი ჩარევა ესე რომ ვთქვათ მეორე სერიაში მით უმეტეს რაც გააკეთა და მესამე სერიაში ხო საერთოდ არ აგრძელებს მაგ ყველაფერს აბსოლუტურად ხო და ხო ტაკოპის original scene ან პირველ ქმნილი ცოდვა იმის გამო არ ქვია რომ მეორე სერიაში რაც მოხდა მეც ეგრე მეგონა მეორე სერიას როცა უყურე სანამ მანგა წავიკითხე მაგის გამო არ ქვია კიდევ ბევრ რაღაცს გაიგებთ საკმაოდ საინტერესო არის მარტივად რომ თქვა რაც ხდება მერე კიდე მომავალ ეპიზოდებში რაც მოხდება და როგორც მოხდება ყველაფერი პერსონაჟები როგორ მოიქცევენ და შემდეგ ვიღაცებს კიდე ქონდა პრობლემა მასთან დაკავშირებით რომ რაც არარეალისტურ რაც სხვა პლანეტიდან მოსული რო არის ეს ახლა არ ვიცი ქართველებს როგორ აქვს ერთ ნახი გაქვთ ეს ანიმე გიცავთ ხო რამდენად პოპულარია ეგეც არ ვიცი ზოგადად რო პოპულარია ვიცი იმიტომ რომ ვილსებში და მაგაში რა ქვია Facebook-ზე და ყველგან ხვდება რავი მაგის ედიტები და შემდეგ საქართველოში როგორ არის ყველაფერი არ ვიცი ზოგადად არ ვიცი არა საქართველოში რებია პოპულარი ერთი ვიცი რომ ნარუტო არის პოპულარი ჯუჯუტსუ კაისენი და კიდე რა არ ვიცი კიდე რა არის პოპულარი ძალიან არ აქვს ხო მოკლედ კიდე მხდებოდა იმასთან დაკავშირებით რაღაც განხილვები რომ ნახე და რაღაც რომ თითქოს სხვა პლანეტიდან მოსული არსება რო არის და ამ ყველაფერს არ ცდილობს რომ ანუ ავტორი არ ცდილობს რომ მას რა ქვია ახსნას რაღაცეები არც უნდა ახსნას იმიტომ რომ ამბავი არ არის მაგაზე ეგ არის უბრალოდ ერთი დაშვება რომ არსებობს რაღაცა პლანეტა და ტაკოპი არის მაგ პლანეტიდან მოსული რომელსაც შეუძლია რაღაც გაჯეტები შექმნას და ცდილობს რომ დაეხმაროს ოღონდ გაუაზრებლად ცდილობს რომ დაეხმაროს ვერ ხვდება რეალურად რა არის პრობლემა იმიტომ რომ ყველა რაღაც მარინაც და შიზუკაც რაღაც მეგობრები გონია და მეგობრებმა იჩხუბეს რეალურად ხო არ არიან მეგობრები რაღაც ეგ არის ერთი დაშვება ესე რომ ვთქვა ტაკოპი არის დაშვება ამ შემთხვევაში ამბავი მაინც ეგრე მოხდებოდა რაღაცეები თლად ეგრე არ მოხდებოდა ყველაფერი იმიტომ რომ ტაკოპი არის რეალურად დამნაშავე ძალიან ბევრ რაღაცაში მაგრამ ნუ დაშვება რაც ხდება ანუ ამბავი რომ შეიქმნას არის ერთი დაშვება რომ ტაკოპი არსებობს ნუ ტაკოპის რო არსებობს რატო არსებობს ტაკოპი ეგ არის რაც მინიმალური დაშვება რომ იმის სამყაროში ყველაფერი ეგრე არის იმის პლანეტაზე ყველაფერი ეგრე არის და მაგით უყურებს მასზე რაღაც ეგ არის ტაკოპის ახსნა უბრალოდ ამითი ამბავი ნუ ავტორი ამ შემთხვევაში არ ცდილობს რომ რაღაც ზებუნებრივი სამყარო შემოიტანოს რომლითაც შეიძლება რომ დაგაინტერესოს არა პირიქით ზედმეტად რეალისტური ამბები არის რეალისტური პერსონაჟები არიან უბრალოდ ამ რეალისტურ პერსონაჟებთან მიმართებაში კიდევ უფრო საინტერესო რომ გაიხადა ეს ყველაფერი შემოაქვს დაშვება რომელიც არის ფენტეზის ან sci-fi-ის ნაწილი უფრო sci-fi არის sci-fi-ის ნაწილი რომელიც რაღაც გარკვეულ საშუალებებს აძლევს ამ ბავშვი რომ ცვლილებები შეიტანოს მეტი არაფერი არ არის მაგ სიტუაციაში და არც ჭირდება მაგ ყველაფერს ახსნა რაღაც სამყარო არ შეუქმნია ავტორს უბრალოდ დაშვება გააკეთა სამყარო ისევ რეალისტური სამყარო აქვს გადმოცემული რომელშიც უბრალოდ ერთი რაღაც დანამატი გააკეთა მაგ სიტუაციაში ხო მეტი არაფერი ასე რომ მაგის გაკრიტიკებაც არ მგონია მაინც და მაინც სწორი ნუ და არ ვიცავ ახლა ამ სიტუაციაში მაინც და მაინც ეგეთ საოცრება არ არის რაღაც მოვლენა არ არის მაგრამ საკმაოდ კარგი ამბავია ხო ანიმესთვის ყოველ შემთხვევაში ამ მანგებში რო შევატარო ბევრი ჯობია მაგრამ მსგავსი ამბები ძალიან ცოტა არის ხოლმე ანიმეებში და მაგთა გამომდინარე საკმაოდ მაღალ დგას ანიმე ჩემი აზრით მაგ კუთხით ხო ეს მანგა არ გვაქვს წაკითხული ხო რავი ეპიზოდებს დაელოდებით ალბათ მაგრამ ნუ საკმაოდ ბევრი კარგი რაღაცა გელით მოკლედ რო ვთქვათ რა კარგი რაღაცა ნუ კარგი არა მაგრამ საინტერესო მარტივად რო ვთქვათ საინტერესო რაღაცები გელით შემდეგ ეპიზოდებშიც ხო და რავი ასე რომ გააგრძელეთ ყურება ვინც უყურებთ ისე მოკლედ
საკმაოდ კარგი ანიმე და რა ყველა მოყურეთ რა. ასო ბევრ ანიმეს ნამდვილად არ ვუყურებ. ამას ვუყურებ კიდე Hikaru's Death in Summer or რაღაც ეგეთი რო ქვია. Dandanis Morrison's და Call of the Night-ის Morrison's უყურებ. ხო, ნუ მაგაცაც ჩავწერა ალბათ ერთ-ორ ვიდეოს. Call of the Night-ს მინდოდა რომ ჩამოწერა ვიდეო. რაც გამოვიდა იმის მერე, ნუ პოპულარული იყო ეგ ანიმე, მაგრამ სხვა კუთხით მინდოდა რომ ჩამოწერა, იმიტომ რომ ჩემთან ძალიან ახლოს არის. რა ასე რომ თუ ეს ვიდეო მომეწონა ახლა მე. ტექსტის გარშე ვცადე ახლა ამ წუთას რა, მანამდე ყოველთვის ტექსტი მეწერა ხოლმე და მე ტექსტს ვკითხულობდი და არ გამომდიოდა ეგრევე რაც მსახიობული ნიჭი ნამდვილად არ მაქვს რატომღაც არ ვიცი რატო ძალიან რო ვიცოდი მაშინაც არ გამომდიოდა ახლა რაღაცები რა დიდად არც ვიცი ანუ YouTube-ს ეგრე ხშირად არ ვუყურებ და შესაძლოა რაღაც დაკვრებასაც ვერ ვახერხებ. ხო და თუ მომეწონა, მოკლედ ვთქვათ ახლა რაც გავაკეთე და როგორც გავაკეთე ეს ტექსტის გაშ და პირდაპირ იოპინგ რაც პირდაპირ ვაპარაკობდი, მაშინ ხშირად დავდებ ხოლმე ვიდეოებს და ყველაფერზე დავდებ აბსოლუტურად, რასაც კი ვუყურებ, რასაც ვნახავ და შემდეგ შეიძლება ზოგი პერიოდ მოკლე იყოს რაღაცა 5 წუთი ვილაპარაკო. ახლა ტაკოპი საკმაოდ მომეწონა და მაგით გამომდინარე ამ ხოლმე ვიდეო იქაც არ ვიცი ახლა ახლა გამოვიდა რაც ჭამიჭრა. არა, ნუ მოკლედ მაინც დიდი იქნება საუბრდეს ვიდეო. ტაკოპი ძალიან მომეწონა და მაგით გამომდინარე გამოვიდა ამ ხოლმე ვიდეო. ხო, ახლა ზოგი შეიძლება არ მომეწონოს და რაც 5 წუთი მიუწვნა რაც და აქედან შეიძლება 3 წუთი რაღაც. რომ მოგესალმეთ ეგ იყოს. ხო, რა მოკლედ რა თუ მომეწონება გავაგზავნებ და ხშირად იქნება მსგავსი ვიდეოები. თუ არ მომეწონება მე კიდე სხვა ვერსია უნდა ვნახო რაღაც. მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ფორმატი თუ მომეწონა, აქ შემთხვევაში მარტო editing-ი დამჭირდება, რაც დიდად არ ვიცი, მაგრამ მაინც რაც უფრო მარტივია ვიდრე რაც ტექსტი დავწერო და მე მაგასა ვიმშოვო და რაღაცები. და ბევრად ახალისო არის ჩემთვის. და ხო თუ არ და ორ კვირაში ერთხელ მაინც ვიდეოს დავდებ რაღაცაზე. შეიძლება ანიმეზე არა. ვიდეოს დავდებ. ზედათ შემთხვევაში ანიმებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა. პერსონალის როლ თამაშობდი მაგთან გამომდინარე ძალიან საკმაოდ კარგი თამაშია და მაგთან გამომდინარე ძალიან ბევრ რაღაცაზე შემცვლა შეხედულება. პერსონალის მარტო იმის გამო თამაშობდი, რომ არ არის გავუვარდ მარტო ეგდევს. მაგრამ ნუ მაინც საკმაოდ კარგი თამაშია და საკმაოდ საინტერესო ისტორიაც აქვს, საკმაოდ საინტერესო პერსონაჟებიც ყავს და ძალიან ბევრ რაღაცაზე შემცვლა წარმოდგენა. მაგიტო ვიყავი გაჩერებული ცოტა ხანს ყველაფერთან მიმართებაში და გამოთშული ვიყავი რაღაცებიდან. მარტივად რო ვთქვათ, ანიმესაც არ უყურებდი რაღაც. ის ზამთრის ანიმეები რო დავდე, ეგეც რაღაც ფორმატის მსგავსი იყო, რომ მეთქი იქნების უფრო მომეწონოს რაღაც ესეთ რაღაცები რო გავაკეთო. მაგრამ საკმაოდ შრომატევადი არის. და მაგისტვის რამდენიც არ უნდა ვიცადო, მაშინ ანუ full time უნდა ვიყო YouTube-ზე და full time ვერ ვიქნები. ჯერ ყოველ შემთხვევაში რა, მე რომ ნახოთ თუ მოგეწონებათ ვიდეოები და ამ შემდეგ და აუდიენსი დიდი მეყოლება შეიძლება გავაკეთო full time, მაგრამ ახლა ამ წუთას ნამდვილად ვერ გავაკეთებ მაგას. ხო, ნუ მოკლედ ეს და ის თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ. ჩემთან კონტაქტი თუ გინდათ ქვემოთ Instagram-ი იქნება, რავი. და არ გამოიწერეთ. მადლობა ყველას. და მადლობა თუ ბოლომდე უყურეთ რავი. თუ ბოლომდე არ უყურეთ, მაინც მადლობა რავი. კარგად.